დაი მარა ხმას გვიანი წერს ხოლმე. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ისე ვართ Grow Garden-ში და დღეს ასევე წესით დაიდება Grow Garden-ის ვიდეოსთან ერთად Dead-Reels-ის ვიდეო. ჩვენთან ერთად არის დათო, მიესალმეთ. დათო, თუ შეიძლება აუდიტორიას. ხო, ცოტა ხმების ხარვეზები ისევ გვექნება, ჭედვებიც ისევ იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი იმედი მაქვს დროებითია. დათოს ხმა თუ გაჭედავს ხანდახან არ შეიმჩნიოთ, უბრალოდ ხანდახან სისტემა ჭედავს ხოლმე. მოკლედ, თამაშობთ ისევ Grow Gardens, ისევ ვართ ივენთის წინ შემოსულები და 4 წუთია ივენთამდე. სანამ ვიდეოს ჩაწერას დავიწყებდი, ვეცადე რომ ყველა summer fruit-ი ამეკრიფა რაც გარდენში. დღეს ვიყავი კიდევ შემოსული Grow Garden-ში, ანუ ძალიან ხშირადაც არ ვთამაშობ, მაგრამ დღესაც ვიყავი კი შემოსული ამ ივენთის გარდა ერთ ივენთს დავასწარი კიდევ და დავაგდებლოდ ბანანა. და მუნმელონიც ასევე. რაც ძალიან კარგია პროგრესისთვის, აი ეს არის მუნმელონი, უბრალოდ ამ წამსავირი და აღარ ჩანს. და ველოდები ახლა როდის ჩაითვება ივენთი და ოპაც მშვენიერი, როგორც ხედავთ, strawberries seed-ი დავაგრეთ. და მოდი დავუდგოთ ბარემ ეს strawberry-ებიც. და ტომატოებიც. აი ეს strawberry-ების ფერმა უნდა გავაშენო. არ მეგონა თუ strawberry-ს ოდესმე ასე გავაფასებდი. და პამიდორს მით უმეტეს. ტომატო seed და ტომატოებიც აი აქ დავთესოთ. ახლა კი რა თქვი? ისევ აგროვებ ფუნდები გაყიდო. ხო, მაგას შვები ვაგროვებ ფულს. ნახოთ აბა Gear Shop-ში რაებია. თუ არის მოსარწყავის საშუალებები, რომ სწრაფად გაგვეზარდოს ჩვენი ხილი. როგორც უკვე ვახსენე, ცოტა შეიძლება ჭედვები იყოს, რის გამოც კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით. თქვენ ამასობაში არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, თუ მოგწონთ ასეთი ტიპის კონტენტი, დალაიქოთ ვიდეო და დაწევთ კომენტარებში რა თამაში გადავიღოთ შემდეგში. როგორც მიხვდებოდით, ალბათ უკვე მიხვდით, რომ მხოლოდ შემიძლია ჯერჯერობით ტელეფონით გადაღება ვიდეოსი. როგორც უკვე მიხვდით და ტელეფონის თამაშები შეგიძლიათ მირჩიოთ კარგი თამაშები და ვეცდები რომ შემოგთავაზოთ. იმედი მაქვს მოგწონთ ასეთი ტიპის კონტენტი. ასევე გააქტიურეთ ზარისღილაკი, რათა არ გამოტოვოთ ჩემი მომდევნო ვიდეოები. კარგი, წავიდეთ ახლა და დავდოთ ჩვენი სპრინკლერები პამიდორთან ძირითადად, იმიტომ რომ პამიდორი ძირითადად კი არა და ყველაზე ისეთი რთულად გასაზრდელი. ერთი აქ დავდოთ, რომ ორივეს მიწდეს, მეორე მხოლოდ ამათთან დავდოთ და რეკლეიმერი არ გვინდა და მეტი სპრინკლერი არ მქონია. ჩოკლეტ სპრინკლერი მაგ და ჩოკლეტ სპრინკლერს დავდებ ჩემს ყვავილების ფერმაში, რადგან ყვავილები, აი ეს ყვავილები ყველაზე ბევრ ფულს მაძლევენ და იმედი მაქვს რომ ბევრ ფულს მომცევენ ახლაც. ცოტა ისე დავდებ აი აქ. ჩოკლეტ სპრინკლერიც დავდეთ და ყველაფერი გადაიქცა შოკოლადად, წამშივე. 2 წუთში ევენთია. წუთში წამში.
ავკრიფოთ სტროუბერიები რამდენიც შეგვეძლება, იმიტომ რომ ივენთი რო დაიწყება, მე შანსი აღარ გვექნება იმის რომ ავიღოთ სტროუბერი. სტროუბერის აღების შანსი კი გვექნება, მაგრამ ბევრი ავიღოთ რაც შეიძლება. მოდი ეხლა დავდოთ სტროუბერი რაც დავიგდო. და ვესტუმროთ მაქსბექ, ანუ ბექფექი მაქსზე უკვე. დავდგეთ და დავალოდოთ 5, 4, 3, 2 და 1. ოპა, კვერცხი, დათო, წამოდი კვერცხია, ნახე რა მაგარი კვერცხია. ოპა, ხულიარა. აუ, დაიკიდე რა. ვიყიდოთ ჩვენი ბაგები. უეჭველი. როდესაც დაინახავთ შოპში ბაგ ეგს, ყოველთვის გქონდეთ 50 მილიონი რომ იყიდოთ ბაგ ეგი. ჩემი რჩევაა და არა მარტო ჩემი, ალბათ დათოც ამას გირჩევთ. Take my Alzheimer fruits და შეისო ეგრევე 315-ზე. საშინელება ძალიან ცუდად მივიდა. 315 არის როგორც აი არაფერი ჩათვალეთ. ამიტომ სასწრაფოდ გაურბივართ ისევ გარდენში, ვიღებთ ფრუტებს. კარგია რომ ეს მიორმაგებს ხანდახან მაინც ამ ფრუტებს და ცოტა შეღავათებთ. ავიღოთ ბანანას ვეღარ ვიღებთ. გამოვიქცეთ უცბად და ავკრიფოთ სტროუბერიები. სტროუბერიებს ჯობია რომ გქონდეთ პამიდრები, რადგან პამიდრები გაძლევთ უფრო მეტ პოინტებს და თუ ერთი სტროუბერი მოგცევთ 1 პოინტს, პამიდორი მოგცევთ 1 პამიდორი მოგცევთ 2 პოინტს. ამიტომ ჩემი რჩევაა რომ პამიდურის ფერმა გქონდეთ, როგორც თან თამაში ვიღაც შემოვიდა, იმიტომ რომ გაჭედა. ამაზე ვხვდები რომ თამაში ვიღაც შემოდის ან გადის, ეს ყოველთვის ასე ხდება, როცა ვიღაც შემოდის ან გადის და საშინელი ჭედვაა. მეზიზღება ამის გამო ეს თამაში. აი ესე ვეჭედავს. აი მის გაჭედოს, მაგრამ ასე ძალიან. შეიძლება თამაშის ბრალი არცაა და ჩემი ტელეფონის ბრალია, მაგრამ რავი, არ მგონია ჩემი ტელეფონის ბრალი იყოს, იმიტომ რომ საკმაოდ ახალი ტელეფონი მაქვს. ესეთი ჭედვებისთვის. ხო, აი როგორც ხედავთ, ჩვენს წინ მოთამაშე რომელიც იყო, გავიდა. იმიტომ რომ empty gardens წერს და საშინლად გაჭედა. რა ძალიან ცუდია. აი როგორც ხედავთ, გავიდა. და 1000, მხოლოდ 1000, ეს ვარ სულ ხალხო? და თუ ეს ხარ სულ? შეგვები შენ ასეთ დამარცხებას? 1800 მაგ ბიჭო მე უკვე 2000-ზე გაცა. მე რატომ აქ აბა 1500? იმიტომ რომ შენ ჩავაბარი ძალიან გულიან შეიძლება და მაგიტომ. პირველი უნდა ჩავაბარო ხოლმე. რა წინაზეც მაგის გამო მქონდა 500-ით ნაკლები რომ გვიან ჩავაბარე. პირველმა თუ არ ჩააბარე. არ გამო. The fuck, აიღე, ხო ხედავ, ამოვიდა, აიღე. ოპა. ძალიან ჩქარა ამოდის რაღაცა ამ ბოლო დროს ეს კივი და წიწაკა. და ბანანიც, ბლოდ ბანანაც. არა, სამერ ფრუნტი. წიწაკა არა, ანუ სამერ წიწაკა თუ რა, ბელ პეიპერზე ვიძახი. ვიცი ისე აბა ისე წიწაკა დროებით წაშლილია, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ზამთრის განახლებაზე ისევ დაამატებენ. მე არ მგონია თავს, მაგრამ გავაკეთე პოლიციები. ვიღაც შემოვიდა, რა მშვენიერია, ახლა ასე უნდა იაროს ხალხმა და მაგიტო გაჭედავ. სერვერამდე რა, რო ფული იყო სერვერი და რა დაგემართა ხალხო. საშინელება არ შეიძლება ეს წესით ევენტზე უნდა იბლოკებოდეს ყველა სერვერი. 74 ფუნტი ჩავაბარე და
ძალიან ცოტა ის სამერფრუტები მაქვს ჩაბარებული რატომღაც. იმიტომ რომ ხო, მართალია გვიან ჩავაბარე. ბიკერთან უკვე სამერაც რაღაც იქნება. ხო, კიდე გავიდა ვიღაც, დავიტანჯე, რა ხდება? შემოდით და ვიდეოს რო ვიღებ მაინც მაშინ უნდა შემოვიდნენ და გავიდნენ. აი, 1 წელი რომ იყო და ვიდეოს არ ვიღებდი, მაინც მაშინ იმასებიან. просто разрядку გახვიდე და შემოხვიდე. ტაიმერი დაგირესებდება პირიქით. რაღაც რო ვარდი მაინც მიიღე. ო, აი ეგეც მართალია. ნუ ფეშოფიში იცვალა შემეშინა. 3 კაცი რატო ვაბარებ სერვერზე? არის 5 კაცი, აი 4, იმიტომ რომ 1 გავიდა და 3 კაცი რატო ვაბარებთ მარტო ხალხო? ეჩენდა პრობლემა. შეხავარდი ვიყავ. ნორმალური ყველაფერი. ხალხო, ივენტი მოიცავ. აკიდა ვიღაც შემოვიდა. თუ არა? მე ჩავაბარე გვიან ახლა გავიგე რომ გვიან ჩავაბარე, მაგრამ ანუ ხო აზე ხარ, ხო უნდა იმას ქნან ცოტა აქტიურო. მაინც. რა უნდა ვიაქტიუროთ, მაგრამ შენზე არ ვიძახი, შენ არ მიგულისხმი ხარ, აი იმაზე ვიძახი 1 მარტო 3 ვაბარებთ თქო, მე შენ და 1 კაცი. და კიდევ არის 1 სერვერზე და ის არაფერს არ აკეთებს, აფკაზია მგონი და ანუ დავიღალეთ ითინეთკი მომდენი კლიკით. ხო, გროვე გარდენში გეტკინება. რატო არა აუკლიდე? ჩემთან არის 4000 კათხა იქნება 4100. ეხლა არის ჩემთან 3400. ძლივს ჩაერთო. ვაიმე მეჩეს ხალხალი. დავდოთ კარგი. აფადა report training. ყველა strawberry ყველა. First person არასდროს არ მაქნა თამაშები გროვე გარდენი და საშინელება. ნუ 7500-ზე გარანტირებულია მუნმელონი და ისე არ ვიცი რამდენზე გაძლევს. არ ჭირდება მუნმელონს. არ ვიცი 7500-ზე გარანტირებულს გაძლევს და ისე არ ვიცი. 3700-ია ამ წამს და 2 წუთია ივენთის დასრულებამდე დარჩენილი. რა ჯანდაბა ხდება? 3800 მაქვს საწყლად. ევენთებში ვნახოთ. 3800 არ მაწყობს. მაქსიმუმ ის მაწყობს ჩოკლით სპრინკლერი 3800 არა, დაჟე ეგეც 4000 უნდა მაგას. აი, წინაზე ვიყავი 5000-ზე. არა, ღმერთო, რა ხდება? იوابარებ სტროუბერიებს, მაგრამ დიდად მაინც არ ეთყობა არაფერი. მაქსიმუმ 50 სტროუბერის ვაბარებ და 50 სტროუბერით მარტო მე ვერაფერს ვერ ვისავ. მე ყოველ ჯერზე 990 ვაბარებ. სხვა ფრუტებსაც ვუყურებ. ეხა მუნმელონს გავხედე და არა ჯერ ვაფშე ამოსული. კიდევ ვიღაც შემოვიდა რა ჯანდაბა ხდება. კი, როგორ არ ითვლება? ვახ, კიდევ ვიღაც შემოვიდა თუ რატო ჭედავს? ხო, ვიღაც შემოვიდა, მაგრამ გავიდა, შემოვიდა და გავიდა. ამის მერე ალბათ კაი ხანი აღარ გადავიღებ გროვე გარდენს, იმიტომ რომ აი ხო ხედავთ ვიღაც შემოდის გადის და ძალიან ტვინი იჭმება რა, სხვა მოთამაშეებსაც ტვინი ეჭმებათ, თვითონ სერვერებიც იჭედება, სერვერებიც ლაგავენ და ეს ტაიმერი და ვაფშე არაფერს არ აკეთებენ თან და 4100
ლეგენდარი რევარდი, მე ვფიქრობ ლეგენდარი რევარდი გავჩერდები და იმედი მაქვს. რამე კარგს მოგცემს, ნაითეი ყველაზე კაი იქნება რაც შემიძლია დავაგდო. 4600 მაგ და ეხა რა ჯანდაბა ვქნა მე? დაბარე 5000-მდე მაინც მოვასწრე. იმედი მაქვს. დავაფერი ამის სანამ ის კვერცხალა. მალე 18 წამში კიდე მოჩაობარ. რა never mind, ჩაიბარე. დებილია ბიჭო ეს ხალი. აუ, ძმა, რანა გავითამაშიათ, ჰეიქ. Watering can Tafli, Recall Range, Somerset Becky, Cocoa, Reclaimer, Somerset Becky, Nightegi, Egari. Blood Melon Crate. Blood Melon Crate დავაგდე. Blood Moon. Blood Moon კი არა. ვერ წავიკითხე იმენ საშინელი. Nightegi დავაგდე და ეხლა კიდე აუ რომელი კვერცხი დავდო კი პირველი კი მაგრამ. ამეებიდან რეები დავაგდე, აბა. Recoil Range, Watering Can, Reclaimer მქონდა და Blood Moon Crate. დავდოთ. იყოს თავისთვის. კარგია, ნაიტექს დავაგდე. გავხსნათ აბა Somerset Becky, მაგ 5 ცალი მშვენიერია, იქნება აქედან მაინც დავაგდოთ რა. დავაი. მიდი. ოპა, მისიკალი. Parasol Flowery. Parasol Flowery და კიდევ Parasol Flowery. Parasol Flower. Fairy Pote. ოპა, Legendary Cantaloupe თუ რაღაცა. Parasol Flowery net. მე გუსტა, короче. Here და აღარა მაქვს მეტი? ერთი ცალი მაქვს კიდე. მე ეს მაქვს კიდე, მაგრამ დავდები უკვე კვერცხი. ოჩა. და Wild Carrot. აუ დიდი იმედი და 4 Dragon Fly დავაგდო ამ ორ კვერცხიდან. ძალიან Dragon Fly კაია ძალიან. Earseed რა არის Pear რა არის? აზე არ ვარ. ეს ყვავილებია იქ დავდოთ. Cocoa დავდოთ აი კაკაოებთან. Wild Carrot-ია ეგ ესე აი დავდოთ სადმე. და აი ეს Legendary Seed აი და იყოს რა თავისთვის. Rose Seed. ეხა გავამზადოთ შემდეგი ივენთისთვის ბარემ, ბევრი ხილი რო ჩავაბაროთ მე. და მოდი წინასწარ ავკრიფოთ რაღაცეები. ვასო, შემდეგი ივენთი იქნება 47 წუთში. მაგარი. ხო, ყოველ საათშია, ზუსტ საათებზეა ივენთები სხვათა შორის. მშვენიერია. ეგ მომწონს, რომ აი შეგიძლია ზუსტ დროებს დაამთხვიო და ცოტა ადრე შემოხვალ 1-5 წუთით და დაელოდები და ხილსაც აკრიფ. ავიღოთ ჩვენი Blood Banana, Wild Carrot და რაღაცე. Wild Carrot ავიღე მგონი. ისე ავიღე ვერც დავინახე. გადავიდეთ ახლა აი ეს წიწაკა მინდა წიწაკა. წიწაკა ვერ ავიღე. და კიდევ გაჭედა ხალხო, ანუ რატო შემოდიხართ? შემდეგში ალბათ ამ ასეთ ვიდეოს private server-დან იხილავთ, იმიტომ რომ მე უეჭველი ცოტა პამიდურებს ვიშოვი ბევრს და აუცილებლად ვეცდები რომ private server-დან იხილოთ შემდეგი ვიდეო. იმიტომ რომ go to sell. ამას არ გავყიდი ახლა. Bell papers და რაღაცებს. Watering can. მოდი გადავხედოთ პამიდურებს, პამიდურები ჯერ არ ამოსულა და აი ესე არა, ივენთის დროს უნდა შემოხვიდე, სხვა დროს დამღლელია ძალიან Grow Garden-ი. 6 წუთში იქნება ჩვენი
ლამაზი დეკორაცია? იმედი მაქვს ლამაზი დეკორაცია იქნება. აი ამათი იმედი მაქვს რომ გავყიდი ამებს, ამათი იმედი მაქვს რომ ბევრი ფული მომცენა. აი ამათი. შოკოლადების. შოკოლადი ყველაფერს უფრო ძალიან მაგარია. და ჩოკლით კოკონათიც არის მგონი ზემოთ, იმიტომ რომ ეს გარშემო მიაქვია ყველგან თავისი შოკოლადი. მარტო შოკოლადი არა, რუსამად. Lucky wetty და შოკოლადი Windstruck-ი და მოკლედ მინდა რომ ბევრი მუტაციები დავადო რა. შემდეგი რასაც ვისურვებდი რომ ამოვაგდო იქნება ალბათ chocolate sprinkler-ი ისევ და honey sprinkler-იც ხო იყო აქ. honey sprinkler-იც ძალიან კარგია. მოდი გადავხედოთ, აბა თუ შეგვიძლია honey sprinkler-ის დაკრავტვა. და თუ შეგვეძლება, აუცილებლად ვეცდები რომ ვიშოვო მატერიალები. ჯენდელმა ქუჩიდან დაშავა. არა honey sprinkler-ის დაკრავტვა აღარ შეგვიძლია როგორც ჩანს. სპრინკლერი იყიდება, კი არის კრავდება. დათო, მაშრუმი ხო არა გაქვს შემთხვევით? არ მექნება მაშრუმი, საერთოდ მანქანის მაშრუმის მაგ. ეს შეკმენი მიშერე, როცა ევენთი გამოვიდა ხარი. ხო, ეგეც მართალია. კარგი, tropical mist sprinkler-ი. აქ კარგი სპრინკლერებია ძალიან თან. Lightning rodeo. მინდა ეხა ორი პამპკინი. მშვენიერი სპრინკლერებია, მაგრამ ძალიან ასე ვთქვათ და ცოტა ბევრი ის უნდა მატერიალები და ცოტა რთულად საშონი მატერიალები. ოკვინი სადარია. მინდა დააბრუნოს ჩემეთი დამთავრდება. სამწუხაროდ არც შოპში არ არის არანაირი სპრინკლერი. კარგი, აქ ისევ თაფლის ივენთი 55 თაფლი მქონია. მაგრამ თაფლი რად მინდა როცა ვერ ვხარჯავ. მგონი აქ კრაფტებშია რაღაც თაფლისგან. მოდი არა თაფლის შენ შეგიძლია ხო, ის არის რაღაცეები არის კი. ბიჭო, შენ პრინციპში flower seed pack-ები თუ დააგდე, შეგიძლია იყო crowder seed pack-ი. ეგ მარტო შეგიძლია. ხო, მაგრამ flower seed pack-ს საიდან ვიშოვი ახლა? ევენთიდან. ევენთი არის flower seed pack-ები? ვა, machine crafter seed pack-ში გადავცვლი. პაროს აიმე მე ეს მეგონა. კარგი, მოდი ვნახოთ აბა თუ გაიხსნა ჩვენი დეკორაციის ყუთი. 2 წუთში. მოკლედ, მეგობრებო, გემშვიდობებით, რადგან ამ ვიდეოში მეც ვერაფერს ვერ გავაკეთებ ფიზიკურად, რადგან უკვე ინვენტორი ფული გვაქვს, ველოდებით კვერცხს ბაგებიდან რასაც დავაგდებ აუცილებლად ვეცდები რომ იმ დროს ჩავწერო ვიდეო, როცა იქნება ივენთი და თან პლუს ბაგებსაც გავხსნი. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ვიდეოს და ლაიქება და ზარის ღილაკის გააქტიურება, რათა არ გამოტოვოთ მსგავსი ტიპის კონტენტი ჩემს არხზე. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და ნახვამდის.